საქართველოს შავი სექტემბერი. ავღანეთში 5 ჯარისკაცის დაღუპვის შემდეგ პრესაში ამგვარი სათაურებიც გაჩნდა. სამხედრო ანალიტიკოსებში არ წყდება კამათი, უნდა ყავდეს თუ არა საქართველოს ასეთი მრავალრიცხოვანი მისია ავღანეთში. ზოგისთვის ეს არ არის ბილეთი ნატოში შესასვლელად, ზოგისთვის კი უნიკალური სამხედრო გამოცდილება. ეს ჰელმანდის პროვინცია, პლანეტის ყველაზე ცხელი წერტილი. ყველაზე ცხელ წერტილში ყველაზე მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს. ოპერაციის კოდური სახელწოდებაა მუშტარაკი. თარგმანში ერთად ტალიბანის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველომ მსხვერპლით უკვე გაასწრო ნატოს წევრ ბევრ ქვეყანას. თურქეთს, ჩეხეთს, უნგრეთს, შვედეთს, პორტუგალიას, ლატვიას, ფინეთს. ჰელმანდში 750 ქართველი ჯარისკაცი იბრძოდა. ახლა 6-ით ნაკლები დარჩა. 2010 წლის 30 სექტემბერს ავღანეთში ჰელმანდის პროვინციაში პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი, სერჟანტი დავით ცეცხლაძე, კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი და კაპრალი ნუგზარ კალანდაძე ნაღმზე აფეთქდნენ. 5 სექტემბერს სახიფათო უბნების ჩხრეკისა და დასახლებული პუნქტების გაწმენდის ოპერაციის დროს 31 ბატალიონის უფროსი ლეიტენანტი მუხრან შუკვანი დაიღუპა. მძიმედ დაიჭრა კაპრალი ალექსანდრე გითოლენდია. სამხედროები დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქდნენ. ეს 1 ოქტომბრით დათარიღებული ინფორმაციაა თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე. სხვა ცნობები დაღუპული და დაჭრილი ჯარისკაცების შესახებ უცნობია. როდესაც ასეთ მნიშვნელოვან მისიას ასრულებენ ქართველი ჯარისკაცები, სოფლიოს ისეთ ყველაზე ცხელ წერტილში, როგორც ავღანეთი და კონკრეტულად ჰელმანდის პროვინცია, საჭიროა უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისთვის, ვიდრე შემოფარგლა მხოლოდ იმ დეტალით, რომ ისინი ნაღმზე აფეთქდნენ და რომ წუხარებას გამოთქვამენ მათი ოჯახების მიმართ. ასეთი დუმილი ასაზრდოებს მითქმა-მოთქმას, რომ საქართველოს ხელისუფლება მალავს საქმის რეალურ ვითარებას და დაჭრილი ჯარისკაცების რაოდენობას. დამახინჯებული ცნობები კი აკნინებს ქართველი სამხედროების თავგანწირულ საქმიანობას, ქართული მისიის და ამოცანების მნიშვნელობას. ეს განცხადება სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციამ ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოაქვეყნა. ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ ხელისუფლება ინფორმაციას მალავს. არ შეიძლება მიჩქმავა იმ გმირობისა და იმ მისიისა, რა მისიითაც იმყოფებიან იქ და რა დროსაც შეიძლება რომ ჯარისკაცები იღუპებოდნენ. მე ვითვალისწინებ იმას, რომ ეს არის ოპერაცია, რომელიც მიმდინარეობს ძალიან შორს. კომუნიკაცია მათთან არის ძალიან რთული და მხოლოდ ქართველებზე, მხოლოდ ქართულ სამხედრო მეთაურებზე არ არის დამოკიდებული ამ კონტინგენტის, ასე ვთქვათ, მედია გახსნილობა. მათ ზემოთ არიან ამერიკელები. შავი სექტემბერი ავღანეთში სამხედრო ანალიტიკოსის წერილის სათაურია. 5 დაღუპულის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ იგი წერს. ჰელმანდის პროვინციაში ქართული ბატალიონის გაგზავნა აღმოჩნდა შეცდომა, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით. აქამდე ჩვენ ამდენი დაღუპული 11 წლის განმავლობაში არ გყოლია. კოსოვოში საბედნიეროდ არავინ არ დაღუპულა, 4 ადამიანი დაღუპა ერაყში და უცბად ხედავთ ავღანეთში ერთ თვეში 5 ადამიანი დაიღუპა. ანტიტერორისტულ ოპერაციებში მონაწილეობის მთავარი მოტივი სამხედრო გამოცდილების მიღებაა, თუმცა ექსპერტთა ნაწილისთვის ესეც სადაოა. რამდენად გამოადგება ქართულ ჯარს ანტიტერორისტული გამოცდილება? ცხადია, მოჯაჰედები ყოველთვის არ იბრძვიან იმ ტაქტიკით, რომლითაც იბრძვის 58 არმია რუსეთის. მაგრამ გაიხსენეთ, რამდენიმე წლის წინ რა ხდებოდა პანკისის ხეობაში. რუსეთს ყოველთვის შეუძლია ამუშაოს ეს მექანიზმი, ყოველთვის შეუძლია გადმოიყვანოს ჩეჩნეთიდან თავისი ერთგული მეგობრები და პანკისის ხეობაში გაგვიხსნას ზუსტად დაგვაწყებინონ ზუსტად ისეთი ოპერაცია, რომელსაც ახლა ვატარებთ ავღანეთში. ამიტომ ჩვენთვის ეს გამოცდილება მე მიმაჩნია, რომ არის უნიკალური. ჩვენთან რო განახლდეს ქართულ მიწაზე ომი, გვექნება თუ არა ესეთი, ანუ ჩვენს უკან იდგება თუ არა ასეთი ძლიერი ძალა. რა თქმა უნდა, არა, რადგან ჩვენ საქართველოში მოგვიწევს ბრძოლა არა პარტიზანებთან, თქვა როგორც თალიბანის სახით, არამედ პირიქით რეგულარულ არმიასთან და რაღაც როლების შეიცვლება. სამშვიდობო მისიით მოქმედ კოალიციურ ჯარებში საქართველოს ჯარისკაცთა რაოდენობით რიგით მეოთხე ქვეყანაა. ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის და გერმანიის შემდეგ. ექსპერტთა ნაწილი ამბობს, რომ ანტიტერორისტულ ოპერაციებში მონაწილეობა საქართველოს სიმბოლური 100-კაციანი მისიითაც შეეძლო. ესე უნდა დაიგეგმოს პოლიტიკურად რა გვინდა, შემდეგ რა სტრატეგიულ კონტექსტში ვართ ჩართული და ამის შემდეგ უნდა განისაზღვროს რა ოპერატიული მოთხოვნილებებია. ესე თავისთავად ნებისმიერი რიცხვი შეიძლება დიდიც იყოს და შეიძლება პატარაც. მისიის ზომა დამოკიდებულია ქვეყნის აქტიურობაზე, შესაბამისად
ბევრს და კარგად მეტყველებს ამ ქვეყნის შესაძლებლობაზე, ამ ქვეყნის უნარზე, ამ ქვეყნის განწყობაზე და მზადყოფნაზე. მონაწილეობდეთ იმ ოპერაციებში და იმ მისიებში, რომელსაც ნატო აწარმოებს, ეს პირდაპირ სავალდებულო არ არის, მაგრამ ნაწილობრივ ეს სავალდებულო ხასიათს ატარებს, მაგრამ მონაწილეობა არ ნიშნავს თავის გამოდებას და იმაზე შორს გადახტომას, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია. ბევრი ნატოს წევრი ქვეყანა ავღანეთში წარმოდგენილია ზუსტად ახსეული ჩეხეთის რესპუბლიკა, უნგრეთი და თორსტები პოლონეთსაც ყველაზე დიდი ქვედანაყოფი, მაგრამ ჩვენ გავასწარით ახლა ამ ყველა ნატოს წევր ქვეყანას. ბუნებრივია ეს რისკებთან იყო დაკავშირებული და განუზომელი დიდ რისკებთან ჰელმანდის პროვინციაში, სადაც თავდამსხმელების, მოიერიშეების, მეამბოხეების შეტევა, მათი კონცენტრაცია არის დაერჩილად მაღალი. კიდევ ერთი შეკითხვა. გამართლებულია თუ არა საქართველოდან 2000 კილომეტრით დაშორებულ ცხელ წერტილში მთელი ბატალიონის გაგზავნა, როცა ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებზე ხელისუფლების პირველი პირები ხშირად საუბრობენ. როდესაც ხელისუფლება და პრეზიდენტი საუბრობს, რომ საფრთხეები რეალურია, მოსალოდნელია მორიგი რუსული აგრესია, რომლის მიზანია ქვეყნის ოკუპაცია, აი ამ დროს ჩვენ პრაქტიკულად ვაკეთებთ რას? ჩვენ ბრძოლის უნარიან ჯარისკაცებს, ქვედანაყოფებს ვაგზავნით სხვა ქვეყანაში, სხვა მისიაში და ამით რა თქმა უნდა ვასწრებთ ჩვენ თავდაცუნარიანობას. მით უმეტეს გვაქვს ცუდი გამოცდილება, მწარე გამოცდილება ერაყის ომის, როდესაც დაიწყო საბრძოლო მოქმედებები 2008 წლის 8 აგვისტოს, 7 აგვისტოს ღამეს, მაშინ 2000-მდე ქართველი იმყოფებოდა 1000 კილომეტრის დაშორებით ერაყში. მათი დაბრუნება მოხერხდა 3 დღეში, ამერიკელებმა თვითმფრინავებით კი გადმოიყვანეს, მაგრამ აქ ძირითადად საბრძოლო მოქმედებები იყო დამთავრებული და პირველი ქვეითი ბრიგადის ეს 2000-მდე კაცი ვეღარ ჩაერთო რეალურ საბრძოლო მოქმედებებში. ჩვენ მივესალმებით. დიდი შეცდომა იქნებოდა იმის წარმოქმნა, რომ სახელმწიფოს ინტერესები საქართველოს საზღვრებთან მთავრდება, მაშინ როდესაც ჩვენს წინააღმდეგ გლობალური პოლიტიკური ბრძოლაა გაჩაღებული. ეს საქართველოს პრეზიდენტის სიტყვებია. ასე ახსნა ქვეყნის პირველმა პირმა ქართული სამხედრო მისიის პოლიტიკური მიზანი. ეს არის მხოლოდ სახელმწიფო ინტერესი, თუ ეს შეიძლება დაუკავშიროთ გარკვეულ პიროვნულ ინტერესებს, მაგალითად პრეზიდენტ სააკაშვილის ინტერესებს. მე მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში პრაგმატული თვალსაზრისით ჩვენი ჯარისკაცების ამ რაოდენობით გაზრდა არ არის გამართლებული, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით, ვიწრო პოლიტიკური თვალსაზრისით, პრეზიდენტი ამ შემთხვევაში აგროვებს საერთაშორისო არენაზე დამატებით პოლიტიკურ ქულებს. იმიტომ რომ როგორც თქვენ ხედავთ, ბოლო პერიოდში ნებისმიერი ვიზიტი, რომელიც არის საქართველოში, ან პრეზიდენტი მიდის საზღვარგარეთ, ჩვენთან ურთიერთობა იწყება იმით, რომ საქართველოს პრეზიდენტს მადლობას უხდიან იმ წვლილისთვის, რაც ჩვენ შეგვაქვს ავღანეთში. არის თუ არა გაზრდილი მისია ბილეთი ნატოში. ამ კითხვას რასმუსენის ვიზიტის დროს ევრაზიანეთში გამოქვეყნებული სტატია პასუხობს. ჯოშუა კუცერამ პუბლიკაცია ასე დაასათაურა. ნატო საქართველოს. მადლობ თქვენი სამსახურისთვის, მაგრამ სტატია ასე სრულდება. იმის მიუხედავად თუ რას აკეთებს საქართველო ავღანეთში, მისი ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა ძალიან შორია. თუკი მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება, ქართველებს შესაძლოა სულ უფრო და უფრო აქტიურად გაუჩნდეთ კითხვა. რა არის ამ ომში კარგი? ჩვენი გადაცემა ამით დასრულებულია, მე ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.